მოგესალმებით, თქვენ უყურებთ ფერმა და სახლს, მე მიშო ვარ და ეს არის ჩემი YouTube არხი, რომლის ფარგლებშიც ვაშენებ ხის სკანდინავიური ტიპის სახლს და ვიღებ მთელ ამ პროცესს. ახლა არის დარაბების დრო, გასაგორებელი დარაბები გავამზადე, რომელიც ფასადს დაამშვენებს და აი ამ დიდ ვიტრაჟს დაფარავს ხოლმე საჭიროების დროს. ესეთი გასაგორებელ მექანიზმზეა ეს ყველაფერი და თუ როგორ დამონტაჟდა ამ ყველაფერს რა თქმა უნდა ვიდეოში იხილავთ. მოკლედ გასაგორებელი დარაბა უკვე მზად არის პირველი ეგრეთ წოდებული ბეღელის კარი. სლაიდერი მექანიზმი უკვე გამზადებულია, რეილსზე არის ჩამოკიდებული კარი და შეასრულებს ახლა პირველ თავის რეისს დანიშნულების ადგილს და ვნახოთ როგორ ისრიალებს მოკლედ. შვენიერი გონი ძალიან ლამაზი გამოვიდა. მე რეილსი მე თვითონ ავაწყვე, ხოლო უშუალოდ ეს ბორბლები, გორგოლაჭები გამოვიწერე ამერიკიდან. თორსები აქაც იყიდება, თუმცა საკმაოდ ძვირი ღირდა და გამოწერით უფრო იაფი დაჯდა. თუმცა შემდეგ მოსაფიქრებელი მქონდა უშუალოდ რეილსის მექანიზმი, რასაც იმოძრავებდა და აი ესეთ ვინტაჟურ კუთხოვან სამაგრებზე ავიყვანე რეილსი და ვფიქრობ, რომ ძალიან მოუხდა სახლს. გონი ძალიან ლამაზია, რა სიტყვით. მე ძალიან მომწონს. ხოლო შეერთებისას ერთიან კარის ფორმას მიიღებს, ეგრეთ წოდებული barn door-ის და როგორც იცით, ესეც მთლიანობაში არის სკანდინავიური barn house სტილის სახლი, რომელიც გარედან უკვე დასრულდა. მცირე დეტალები არის დარჩენილი და დანარჩენი უკვე შიდა სამუშაოები არის გასაკეთებელი, იატაკის და კედლის მოპირკეთება და ჩვენი კუსკუსა ხის სახლიც მზად იქნება. ასე რომ წარმატებები ყველას, იმედი მაქვს რომ გამოსადეგი ვიდეოებია თქვენთვის. გამოიწერეთ აქვე ეს არხი იმისთვის რომ არ გამოგრჩეთ შემდეგი სიახლეები, გარდა იმისა რომ საკუთარი ხელით აშენებულ სახლის და მშენებლობის პროცესს ვიღებ, ასევე როგორც იცით, ჩემი YouTube არხზე, ფერმა და სახლზე გთავაზობთ ხოლმე საინტერესო ადამიანებს სოფლის მეურნეობაში ჩართულებს და ასევე საინტერესო არქიტექტურულ პროექტებს. თუ კი ასეთი ადამიანების შესახებ გაქვთ ინფორმაცია, შეგიძლიათ გავმიგზავნოთ და ასევე შეგიძლიათ ხარი დაუჭიროთ ჩემს არხს, იმით რომ გამოიწეროთ, რომ მაქსიმალურად ბევრმა ადამიანმა ნახოს. აბა მოუხარშოთ. მოკლედ Breaking Bad-ი იქით იყოს და ამ შემთხვევაში არაფერი გვაქვს საერთო აკრძალული ნივთიერებების ხარშვასთან. სახლის დათბუნებაზე უნდა ვიზრუნოთ. რა თქმა უნდა, ევროპულია ჩვენი დათბუნება, არის საკმაოდ სქელი იმისთვის რომ მოდი ამას მოვიხსნით, სანამ დავიწყებ, თორე ნამდვილად არ არის სასიამოვნო სასუნთქი. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან წვრილი ნაწილაკები აქვს ამ ბამბას. შესაბამისად სასურველია თუ აი ასეთი ეკიპირებით დაიწყებთ ამ სამუშაოებს და ეხლა გაჩვენებთ შიგნით სად ვაპირებთ რომ ჩავაფინოთ. მოკლედ წინასწარ გამზადებული გახსოვთ რომ არის ღიობები და აი ამ ფიცრებს შორის ჩაჯდება ჩვენი დათბუნება იმისთვის რომ ამ წუთას კი სახლს აქვს სახლის ფორმა ძალიან ლამაზიც და ფასადიც უკვე დასრულებულია, თუმცა სანამ სრულყოფილი დათბუნება არ გვექნება სახლში, მანამდე შეგვაწუხებს სიცხე და ასევე სიცივეც. ასე რომ უნდა შევფუთოთ ჩვენი კოხტა სახლი იმისთვის რომ უკვე აქ ცხოვრება გახდეს შესაძლებელი. რა თქმა უნდა, ასეთ სივრცეშიც
შეიძლება რომ სეზონურად ამოხვიდე და გაატარო ერთი ღამე ან თუნდაც კვირა, თუმცა იმისთვის რომ ზამთარში და ზაფხულში ერთნაირად მოგვემსახუროს ასეთი დათბუნებული სახლი და ეკო სახლი, მნიშვნელოვანია რომ კარგად იყოს ყველა ის შრე გაკეთებული, რაც აუცილებელია ასეთი ტიპის სახლების შენებისას. მოკლედ ნახოთ როგორი გამოვა. ძალიან მოამყუდროვებს და მოალამაზებს. ეხლა სახლში საკმაოდ ცხელა, იმიტომ რომ მზის სხივები პირდაპირ რომ ახურებს ჩვენს სახურავს და კედლებსაც ეს სიცხე მთლიანად შემოდის სახლში, თუმცა უკვე დათბუნების შრეების შემდეგ ეს ყველაფერი უნდა შემცირდეს ძალიან რადიკალურად და მეც ძალიან მაინტერესებს ეს ეტაპი სახლის. დათბუნების პარალელურად, რომელიც უკვე სახლის შიგნით განთავსდა, გადავედი იმ ეტაპზე, რომ გავაკეთო მეორე სართული, რომელიც ღია იქნება, ანტრესოლსაც ვეძახით ხოლმე ესეთი ტიპის სართულს, სადაც იქნება მოწყობილი საძინებელი. მოკლედ, აქ არის უკვე გავამზადე ფიცრები, რომელსაც მეტალის სამაგრები აქვს ბოლოებში, ეგრეთ წოდებული ჰენგერები, დაყენებული, ვეცდები რომ გაჩვენოთ ახლა ეს ყველაფერი. აი დაახლოებით ასე გამოიყურება, ქვემოდანაც არის საიმედოდ დაცული ფიცარი და გარდა იმისა, რომ დამატებითი გამაგრებები გაუკეთდება, ამაზეც იქნება გადაზღვეული და აყვანილი ჩვენი სართულის საყრდენები. ხოლო შემდეგ ამ სართულს ქვემოდან გაუკეთდება კიბე. უბრალოდ იმის გამო, რომ აქ კომპაქტურია ეს სახლი და დიდი ფართი თავიდანვე არ მქონდა გათვლილი, შესაბამისად კიბეც იქნება ძალიან ესეთი ციცაბო დამრეცი, მაგრამ კრეატიულიც. აი აქ მზიან და ჯადოსნურ ფანჯარასთან იქნება მოკლედ საწოლი განთავსებული, რომელზე აცოცებაც მოუწევს ამ სახლის მკვიდრს. მოკლედ ნახოთ უკვე როგორი გამოვა ეს სართული, როდესაც მოერწყობა აქ აღნიშნული საყრდენები, შემდეგ უკვე იატაკის მასალა წავა, ასევე ფიცარი რა თქმა უნდა, უბრალოდ იატაკის ფორმით შიპებში ჩამდგარი და ვფიქრობ, რომ ძალიან ლამაზი იქნება. შემდეგ უკვე დათბუნებას გავაგრძელებ, ასევე ჭერშიც ჩავსვამ და უკვე დარჩება კედლების მოპირკეთება, რომელსაც ასევე თქვენთან ერთად გავული. ამასობაში ჩემ ზიანი ფანჯარა ძალიან დიდი მოწონებით სარგებლობს სტუმრებში და ერთი დაკვირვება, რაც მაქვს, არის რომ დღის მანძილზე აი ამ ფანჯრიდან გამოსული ფერადი ანარეკლი მთელ სახლში მოძრაობს და ერთგვარად საათის ცნობაც კი შეიძლება იმის მიხედვით თუ სად მდებარეობს ამ წუთას ფერადი ანარეკლი ფანჯრის. მოკლედ ძალიან კმაყოფილი ვარ და კიდევ ერთხელ მინდა რომ მადლობა გადავხადო Art Glass Studios ამ არაჩვეულებრივი საჭიროების.
მეორე სართულზე ვარ, ჩემი სახლის მეორე სართულზე ვარ. საკუთარი მანტრა მაქვს უკვე. მოკლედ მეორე სართულის საყრდენი უკვე გამზადებულია, დარჩენილია ის რომ აქ იატაკი განთავსდეს, იატაკის ფიცარი და აი ეს სივრცე უკვე მზად იქნება. აქ უკვე უფრო ახლოს ხარ გადოსნურ ფანჯარასთან და დადებით ენერგიებთან მოკლედ. ძალიან სასიამოვნო ერთ-ერთი მომენტი იყო აქ ამოსვლაც, აი სახლის აივნის მომზადება, მახსოვს ესე. და აი ეს მეორე სართული და უკვე წარმოვიდგენია აი აქ ძილი რა სასიამოვნო იქნება. მოკლედ მეგობრებო, აი აქ ჩადგება აბაზანა, აი ამ ადგილას დაახლოებით მეტრი და 30 სანტიმეტრი ექნება სიგანე, ხოლო სიგრძე ექნება დაახლოებით 2 მეტრი და 9. თავისუფლად მოთავსდება ხელსაბანი, უნიტაზი და დუშ კაბინა კუთხეში. ეხლა ვაკეთებ აი ამ ადგილას ტიხარს. ხისგან იქნება რა თქმა უნდა კარკასი, რომელიც შეერთებს ანტრესოლის იატაკსა და პირველი სართულის იატაკს, ასევე კედელზე გამაგრდება და იქნება ძალიან მყარი კონსტრუქცია. მოკლედ, შემდეგ, როდესაც მოპირკეთდება უკვე ჰიდროიზოლირებული საშუალებებით, წესით და რიგით არანაირი პრობლემა არ უნდა შეექმნას აი ამ კარკასს და ზოგადად აი ამ კონსტრუქციას. მოკლედ მეგობრებო, აი ასე გამოიყურება ტიხარი აბაზანისთვის. დაშორებები იგივეა, როგორც კედელზე მქონდა, დაახლოებით 58 სანტიმეტრამდეა, რომ 60 სანტიმეტრი სიგანის დათბუნების ბამბები კარგად გაიჭედოს, მოკლედ და აბაზანიდანაც არ გამოდიოდეს ხმა. მოკლედ, აი ასეთია უკვე საერთო სურათი დაახლოებით აღიქმება შიდა სივრცის თუ როგორი იქნება აქაურობა, რაც ძალიან უკვე მომწონს. მეგობრებო, მოკლედ გადავწყვიტე რომ კიბის შემთხვევაში საფეხურები იყოს გაყრილი აი ამ გვერდებში, კიბის საყრდენებში და ამისთვის აი ესეთ ოვალურ ხვრელს ვუკეთებ ამ კიბის საყრდენებს და როგორ ვაკეთებ ამას, მოკლედ რომ გაჩვენოთ. მოკლედ აი ასეთი ამოსაღების საშუალებით გავაკეთე 2 ხვრელი ფიცარში და გვერდ, სადაც იქნება ეს შესაყრელები საფეხურის, ხოლო შემდეგ ფრეზების თავების, სხვადასხვა თავების საშუალებით, აი ესეთი რუტერის იგივე ფრეზის საშუალებით ეს რგოლები შევაერთე ერთმანეთთან და გამოვიდა აი ასეთი რაღაც. შემდეგ უკვე საფეხურებსაც აი ასეთ ფორმას მივცემ, რომ ამაში გაეღაროს და ძალიან კრეატიული კიბე გამოვა. მოკლედ, გამზადდა მეორე სართულის იატაკი. აი ქვემოდან კარკასი ასე გამოიყურება. ასევე ჩასმულია ფანჯარა ვერტიკალური, რომელიც უკვე ქმნის ჰაერის ნაკადს სახლში და ახლა ვამზადებ აი ესეთ კიბეს, რომელიც გადავწყვიტე რომ გამომეთალა და აი ესეთი ოვალურ ჭრებში ამომეყვანა ქვემოდან. აი ასე გამოიყურება გათლილი საფეხურები და ახლა ჩაქუჩით არის საჭირო რომ აი ამ კიბის საყრდენებში ჩაჯდეს და ვნახოთ როგორი გამოვა. ახლა უნდა ჩაჯდეს კიბის საყრდენებში, ჩაქუჩით დავარტყავ და შემდეგ, როდესაც თავებს ამოწევს, აქ უნდა გავუყარო ასევე ხის ჯოხები. მოკლედ წესით და რიგით ძალიან კრეატიული კიბე უნდა გამოვიდეს. ნახოთ. ესეც კიბე. აი როგორც ხედავთ გვერდებში გამოყო თავისი ნაწილი
სადაც აი ასე უნდა ჩაუშვა ხის ჯოხი, რის შემდეგაც წესით და რიგით საკმაოდ უნდა გაიჭედოს და აღარ მისცეს რყევის შესაძლებლობა. Რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შესაძლებელი იყო წებოთიც, შურუპებით, აი აქ საყრდენების მიცემითაც, თუმცა მინდოდა ცოტა განსხვავებული და კრეატიული ყოფილიყო. აი როგორც ხედავთ, დახრილობის გრადუსსაც აი ასე გამოიყურება ჩემთან შედარებით. კი, შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ დამრეცია, თუმცა ვფიქრობ, რომ კომფორტული ასასვლელი იქნება მაინც და საკმაოდ მყარი. ესეც საბოლოო შედეგი სხვადასხვა ფერში გაკეთდა საფეხურები და აი ეს სამაგრები და ძალიან ლამაზი გამოვიდა საბოლოო ჯამში.